ედა. მე რა გიყებ? არც მე არ მეყარხარ. რა იყო? გეთილი იყოს. ჯერ კიდევ ყებს. ვერაფრით შემიყვარა. რადგან მოხვედით, შემიძლია გთხოვოთ, რომ გამიშვათ, არა? სხვათა შორის ეს დოსია. რა არის? დედა თქვენ სუნდოდა, რომ ქალბატონ ედაზე ინფორმაცია მომეძია. მისი სამსახურის და საცხოვრებლის შესახებ. რამდენიმე ფოტოს არის. იგივე დოსია მოგემზადეთ თქვენ? გასაგებია. მაშინ ღამემშვიდობის. დღეს ახალ ცხოვრებას ვიწყებ. უცხო მამაკაცის საცოლედ მოვიკატუნებ თავს, რომელიც ჩემი მტერია. ორ თვეში ყველაფერი დამთავრდება. ის გაერთიანდება ქალთან, რომელიც უყვარს. მე კი უნივერსიტეტში დავბრუნდები ბოლო კურსზე. დამთავრდეს ის ორი თვე. ნეტა მალე გაირბინოს. წარმატებები ბიჭო, რას აკეთებ ალიჯან? სალამი. დილამშვიდობის. 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 შენ რა გაგვირბი ხარ? ეგრე შუაშია. უბრალოდ არ მეწინებოდა. შეკვეთებიც მქონდა. გადავწყვიტე მომამზადებინა მანამ სანამ სამსახურში წავიდოდი. სამსახურში? სამსახური ახსენე, მუშაობა დაიწყე? თქვენ დასხედით და მე მოგიყვებით. მოყევი. მიდით წავიდეთ, თვითონ კი მოგუყვება. სამსახური ახსენა, ხომ სწორად გავიგე? მოდით. ერთ სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ არც მე ვიცი მუშაობა რომ დაიწყო. მოგიყვები მელო. ალიჯან. შეფუთა? კარგი დაო. დიახ, მუშაობას ვიწყებ. სერკანთან ვიწყებ მუშაობას. სერკანთან როგორ? სერკან ბოლოდთან? არა ყოჩაღი ხარ. მე შენია თვალი არ გეცეს, მოყევიება? გოგოებო. მე და სერკან ბოლოთი დავინიშნეთ. ედა ძვირფასო. ასეთი იმიტომ გახდი რომ გამოსაშვებზე მოგონებები შემოგაწვა, ხო? იმის გამო რომ ბოლო კურსზე სტიპენდია შეგიჩერეს და იტალიაში ვერ წახვედი. იმის გამო რომ ის ჯენკი ასე მოგექცა. იმის გამო რომ ყურადღებას არ გაქცევდა, სტრესში იყავი.
ედა, დახურე მაღაზია და ფსიქოლოგთან წავიდეთ. დიახ, კარგად ვარ. მართლა კარგად ვარ. გუშინ სერიოზულად დავინიშნეთ. არანორმალური ხარ? როგორ შეიძლება ადამიანი ერთ დღეში დაინიშნოს? და საერთოდ ჩვენ რატომ არ ვიცით? ეგ ერთმანეთში გადავწყვიტეთ მას მერე რაც ვაკოცეთ. გემუქრებოდა? დაგემუქრე ხომ? ნუ სულელობ გოგო, მე ვინ დამემუქრება? არაფერიც. მომისმინე და თუ გემუქრება ხომ იცი რომ მთელი ჩემი ოჯახი 7 თაობით ადვოკატები არიან. ვიცი, დამშვიდით და მოგიყვებით. ასე იყო. როცა ჯენკმა მიმატოვა, იმ არამზადამ მიგატოვა კიდეც? შენ და მიგეტოვებინე სანამ ის მიგატოვებდა, კბილის წილ. პირველად თქვა სწორად, ბრავო. კარგი გოგოებო, ეს ნაწილი არ არის საინტერესო, ამაზე მერე მოგიყვებით დაწვრილებით. ყვები, როდესაც ჯენკმა მიმატოვა, გონება გამეთიშა და წავედი სერგანს ვაკოცე მოულოდნელად. იმ მომენტში რაღაც დამემართა. თავში თითქოს ელვამ გამიელვა. ძალიან სასიამოვნო იყო. რაღაც მოხდა. ეგ რაღაც რა იყო? სიყვარული. სერგანი წასაფიქრობს. გუშინ მთელი დღე ვერ დავშორდით ერთმანეთს. ჩემო ძვირფასო. ალბათ ეს ის შემთხვევაა, როცა სიძულველი სიყვარულს წარმოშობს. ახლა მესმის შენი. მელო. სიძულველი არ წარმოშობს სიყვარულს, იმიტომ რომ სიყვარული არ არსებობს. სხვათა შორის თოვლის ბაბუასიც არ მჯერა იცოდე. და საერთოდ რა მალე იჯერებ ყველაფერს მელო. გოგო ამბობს რომ შეუყვარდა. გოგოს შეუყვარდა, ეს სიყვარულია. დიახ, ეს სიყვარულია, რატომ არ არის? სიყვარულია ამბობს, რაღაც მემართება, ახლა გავბრაზდები. მელო, ახლა სერიოზულ რამეზე ვსაუბრობთ, რაღაც გონიბრულზე. მაშინ მიდი ილაპარაკე შენი გონებით. ბეჭედი სად გაქვს? მერე მეყიდის. გოგო ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, როდის უნდა ეყიდა? ჩაი დავლიოთ? დავლიოთ. ალიჯან, ჩაი არის? არის და ახალია ამჯერად. ახალი ჩაია. ელები უკან კალებს გოგოებო, ფრთხილად იყავით. ჯანმრთელობა შენს ხელებს. გემრიელებნი ერთით. მადლობა. ეს თუ უნივერსიტეტში დასაბრუნებლად გააკეთე, შენ ამას არ იზამდი. ვიცით. მაგრამ იქნებ მაგის გამო გააკეთე. თუ ფულის გამო, რის გამო? ნუ სულელობ. რომელი ფული? ჩემთვის სულ ერთია მისი ფული. ძალიან მდიდარი ბებია ყავს. მამიდა შენი მას თხოვს შენი სწავლის ფულს. დიახ, თუ მოინდომებ ბებია შენი იტალიაში გოტიკურ სასახლესაც გიყიდის. მართალია. ომდან პერდით რომ ბებიას აღარ მიხსენებდით. და საერთოდ მისთვის რამის თხოვნას? გვაპატიედა, მაგრამ ხომ გითხარით რომ მოდი ჩვენ დაგახმარებით მეთქი? დიახ. მაგრამ თქვენ ისედაც ყოველთვის ჩემთან ხართ, მე თქვენ მიყვარხართ, ეგ არ არის საკმარისი. ჩვენც ძალიან გვიყვარხარ. ახლა შენ სერგან ბოლოთიც გიყვარს. დიახ, ძალიან. პირდაპირ ზღაპარს გავს ფერიებზე. რომანტიული ლამაზი მდიდარი მამაკაცია შენზე შეყვარებული. ედა, ძალიან უხდებით ერთმანეთს. ახლა გავგიჟდები. რას ამბობს? მელო, ლოგიკურად ილაპარაკე. შენ ეს ჯენკის საეჭვიანოდ გააკეთე. თორემ რაში გჭირდებოდა ერთ დღეში დანიშნა. გინდოდა რომ ჯენკს ეეჭვიანა. ისეთი დაჟინებული იყო. არ ვიცი, თითქოს გაგიჟდა. ძალიან თბილი, მგრძნობიარე, რომანტიკულია. მითხრა, მოდი მაშინვე დავქორწინდეთო. დაუყოვნებლივო. მეთქი რას აკეთებ? ნუ ჩქარობ, ჯერ ნიშნობა მოვაწყოთ მეთქი. რა? ფილმებში ხომ ასე ხდება, ლას-ვეგასში მიდიან და ორ დღეში ქორწინდებიან, მერე ჩამოდიან, მათი გჯერათ და ჩემი არა? მე მჯერა. ომგეუნები ძალიან თბილი და მგრძნობიარია. სერგან ბოლოთი ძალიან მგრძნობიარია. საერთოდ არ ეტყობა როგორიც არის. როგორ აგიხსნათ? ძალიან ელეგანტურია, სიმპათიური მამაკაცია. როცა გაიცნობთ, ძალიან შეგიყვარდებათ. თუ გავიცნობთ, ძალიან შეგიყვარდება. გაგვაცანიე და მოვიდა. ნახე როგორი საყვარელი თბილი და თავაზიანია. მართლა მოვიდა. სერგან? მიდი მოიყვანე გაგვაცანი. მიდი. ახლა ვემოვალ. სიძე. არა სიძე. რა დროს სიძეა? შეხედეთ, ის ჩვენი სიძეა. ჯერ არც კი მისალმებუხარ. არ გაგვიცნია, რომელი სიძე? და იქიდე მივესალმოთ.
გაცნობას არაპირებდი ედა. საით. მოვალ. შეგიძლია გოგოები გაიცნო, ახლავე სასწრაფოდ გაიცნო. წავიდა. ნახე შენი სიძე წავიდა. რა საკეთებ? ხომ შევთანხმდით, რომ დილით ერთად წავიდოდით ოფისში. შეთანხმების მიხედვით. კარგი, მაგრამ საიდან იცოდი, სად იყო ორანჟერია? კარგი, აღარ დაგისვამ მსგავს კითხვებს. მაგრამ ადამიანი მიესალმება მაინც, გამარჯობა სიტყვის. შევწყვი გოგონებთან. ზუსტად ახლა უყვებოდი, რომ დავინიშნეთ. არ ვიცოდი, შემდეგში მივესალმები. აბა რა აუცილებლად. და საერთოდ სად მივდივართ? ჯერ ხომ სულ რაღაც 7 საათია. ჩემთან. უკაცრავად? ვინმე თუ გითხავს საცხოვრებ, ხომ უნდა იცოდე. თმა შეყვავილი გავს. ერთი წუთი? იქნებ დაგჭირდეს. შენ გქონდეს. ცხენები გყავს? ხო. მართლა? სოფლიოში ყველაზე იღბლიანი ადამიანი ხარ, გესმის? შემიძლია ვნახო? გვეჩქარება სხვა დროს. რა აუტანელი ხარ? აქ. უცნაურია. რა იყო? ძალიან თბილი სახლია. შენ არ გგავს. ავახამალ გინდა. შეიძლება, დავლევ. რამდენი წლის ხარ? კარგი რა. შეთანხმებამდე ისედაც გაიგე ჩემზე ყველაფერი. და ძმა გყავს? არა, შენ? არა. დედმამა? არა, შენ? შენს მშობლებს რა მოუვიდათ? ეგ შენ არ გეხება. კარგი. შეყვარებული? გუშინ დელდღემდე მყავდა, მაგრამ დავშორდით. შენ ყავს? მარტო ცხოვრობ? მეგობართან ერთად მელეკთან. ვინ გაგზარდა? მამიდამ. საღამოს ვახშამზე გელოდება. ეტყვი რომ საქმეები მაქვს. ნუ სულელობ. შენ საწოლეზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს? ნუ იქცევი ასე, ისედაც პრობლემები მაქვს. კარგი იქნება ყავაზე შემოვიარო. ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ ქალი კერძებს მოამზადებს მარდინოლს. მარდინო? მარდინიდან ვართ. არ გინახავ ჩემზე ინფორმაციას რომ კითხულობდი. სამწუხაროდ არ ჭამ ქონიან და ქოლესტერიან საჭმელს. მაშინ ღორის გადაშეჭამ. გინდა სახრე დაათვალიერო. მინდა. რა მოხდა? კარგი, მოიცადე, მე მიყებ. სირიუს. სირიუსი? გამარჯობა. მოდი.
დაჯიქი ბიჭო. დაჯიქი? ოჩახ. უცხოები დიდად არ უყვარს. კარგად უგებძაღლებს. იმიტომ რომ ისეთ უბანში გავიზარდე, სადაც ბევრი ძაღლი იყო. სიმპათიური. დედა მერიგავს. ბოლოჯერ გეკითხები, სიმართლე ვუთხრა თუ არა? არა, არ უთხრა. როგორც გინდა. დედა, სერკან, რატომ არ პასუხობ ჩემს ზარებს შულა? ის რაც გავიგე სიმართლეა? ვინ არის ის გოგო? საცოლია ჩემი. რომელი საცოლე? ვიზზე დაინიშნე? ფლორიცზე დაინიშნე მაშინ, როცა უამრავი სხვა ვარიანტი ყავდა. როცა სელინის მსგავსი ვარიანტი ყავს. თქო, შეხედე ჩვენს გენეალოგიურ ხეს. სელჩუკებიდან დაწყებული. სელჩუკებიდან? მერე კი იმ გოგოს შეხედე. ძალიან გთხოვ. დედა აიდან. რა? აქ არიან. ვინ არის ის გოგო შენს გვერდით? ჩემი საცოლია დედა. ეს დედა შენია? ახლავე მინდა მისი გაცნობა. კარგი, მაგრამ 15 წუთი გვაქვს. კარგი. არა, ერთი წუთი მოიცადე. რაღაცას კითხავ, დედასთან ცხოვრობ? მისმინე. გთხოვ, ვილაპარაკოთ, ძალიან სწრაფად გამოვიდა. მოდი. ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი. ბატონო სერკან, სეიფი. კალბატონო ედა გთხოვთ. დედა. გამარჯობა. მე ედა ვარ. დედა 10 წუთი გვაქვს. სერკან, ამ გოგოსთან შენი ნიშნობის წინააღმდეგი ვარ. უკაცრავად? შენ ხმას მოიღებ. ჩვენი ოჯახი, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წესები, ჩვენი აზროვნება, ყველაფერი მშვენივრად იცის, სერკან. დედა ვერაფერს იზამ, დავინიშნეთ უკვე. ფლორისტთან? ყვავილების დიზაინერი ვარ და დიახ, კიდევ ფლორისტი. თანაც არ ვიცით ვინ არის? არ იცით ვინ ვარ? ომთქვი წეღან ვიცვარ. ედა ვარ. ედა ილდიზი. გაუნათლებელი არ ვარ. სწავლას ლანდშაფტის არქიტექტურაზე ვამთავრებდი, მაგრამ თქვენი შვილის გამო ჩემი ყველა ოცნება და შრომა წყალში ჩამეყარა. იტყვი რამეს? ხომ გითხარი? მისი საუბარი გარეგნობა ქცევა. რა სჭირს ჩემს აქციელს? საკმარისია უკვე. მიდი უთხარი. შეგიძლია უთხრა? კალბატონო, მე და თქვენი შვილი არ დავნიშნულ ვართ. შეგიძლიათ მოდუნდეთ, ისუნთქეთ. არ დავნიშნულ ვართ, უბრალოდ თავს მოვიკატუნებთ ორი თვე, სანამ სელინზე არ დაქორწინდება. 1 წუთი გაიწიე. ეგ როგორ? ეს იმიტომ გააკეთე, რომ სელინს ეეჭვიანა? დიახ, იმიტომ, სანამ არ დავაშორებთ. თქვენი რძალი არ ვარ და არც ვიქნები. არ იღელვოთ. შენ ჯერ კიდევ სელინი გიყვარს? ორკიდეა სხვაგან დადგით, აქ გახმება. ხოლოდ შენ გეცოდინება ეგ. მამას არ უთხრა. არც შენ. მე მომეწონა ეს გოგო. გადი. ჩაის მოიტან. რამშიში არა ხარ? სიამოვნებას იღებდი დედა შენი რომ მომცირებ და არა? მე გაგაფრთხილე. ლამის გულის შეტევა და მემართა ბრაზისგან. გულის პრობლემა გაქვს? უბრალოდ თქვი, ანუ ვინერვიულე. სამედიცინო შემოწმება სამკვირაში აივლე. რა? არ წავალ, მით უმეტეს შენ თუ თქვი. უნდა ვიცოდე, რომ ის ვინც ჩემთან დადი ჯანმრთელია. რა იყო ავადმყოფობის გეშინია? ამ კვირაში სამედიცინო შემოწმებაზე წახვალ. შეთანხმებაში წერია. გადაშალე და ნახე. გისმენანგენ. ძმაო, დიდი კრიზისი გვაქვს და როდის არ გვაქვს. მოვდივარ. სად არის?
მე რა ვიცი, სამსახურში ეჩქარებოდა თურმე. გეგონება ჩვენ არ მუშაობთ, არ გვეჩქარება. იდუმალი ქალი. მელო, რა? ვერ ვიგებ. მართლა ვერ ვიგებ. რაღაცას არ გვეუბნება, ვიცი. რაღაცას არ გვეუბნება, დარწმუნებული ვარ. დაფიქრდი ერთი. სერკან ბოლათი და ედა. სერკან ბოლათი და ედა. შეუძლებელია. ხომ თქვა რომ შეუყვარდა? რა არის ამაში ისეთი რომ არ გჯერა? რატომ და მოგატყუოს? რატომ და მოგატყუოს? რატომ და მომატყუოს? რაში სჭირდება? მელო, ერთხელ მაინც ნოიქნები მიამიტი. ხო, ჩემო ძვირფასო. ერთხელ მაინც არ ილაპარაკო მიამიტურად. მოდი ერთად დავფიქრდეთ რა სიტყვი. დავფიქრდეთ. მოკლედ, რამდენიმე დღის წინ მტრები არ იყვნენ? დიახ. მაშინ ორ დღეში როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი? დიახ, შეუყვარდათ. შეუყვარდათო. დაუშვეთ შეუყვარდათ. ერთ დღეში როგორ გადაწყვეტეს ნიშნობა? მიპასუხე ამ კითხვაზე, იმიტომ რომ ეგ ჩემთვის დიდი კითხვაა. ამაში გეთანხმები, მაგრამ მინდა რომ ზღაპრების მჯეროდეს. ღმერთო ჩემო, რაც გინდა ის თქვი. ჯერ კიდევ ზღაპრებზე ლაპარაკობს. ჯერ კიდევ ზღაპრებზე. ისედაც ეს ყველაფერი ზღაპრების გამო გვემართება. აბა რა ძვირფასო. ჩვენ უნდა გვერჩია. რომელი ფერები? ბატონი სერკანი მოვიდა ედასთან ერთად. საინტერესოა ნეტაბრაზე ლაპარაკობენ. არ მგონია ბრძანებების მეტს რამეს გასცემდეს. ახლავე აქ მოდი. ჩემს კაბინეტში ახლავე. პროექტები სად არის? ლეილა, მოდი რამდენიმე წუთით. ზუსტად მასწავლით თქვი. ასე დინეჯი მაქვს. ამას ერდემის ზალა ჰქვია. ერდემ. საკმარისია. ვირო, თმას რა უგენი? თითქოს რაღაც შეცვლილია. არა, არაფერი. უბრალოდ დავივარცხნე. ცუდია, მოხდა რამე? არა, რამის გამო არ მithkoms. უბრალოდ უცხო იყო. არაფერია. კარგი. მინდა და მეკითხა. ეს გოგო აქ რას აკეთებს ენგენ? გეფიცები არ ვიცი, მეც იგივე შედავ, რასაც შენ. მეტი არაფერი ვიცი. მოდი აქ. სერკანს უნდა ჩამოაშოროთ ენგენ. გესმის ჩემი? სერკანს კონცენტრაციას უკარგავს. იმდენი საქმე გვაქვს, იმდენი პრობლემა. ეს გოგო გვაკლდა. მე რატომ მეუბნები ამას? სერკანს უთხარი. იმიტომ რომ ახლა შენ გელაპარაკები. სერკანს რატომ უნდა უთხრა? რა უნდა მითხრა? კარგი. მეგობრებო, ნება მომეცი წარმოგიდგინოთ. ედა. გამარჯობა. ის ჩემი საცოლეა. გარდა ამისა, ამ ოფისში ჩემთან პირადი ასისტენტი იქნება. შემიძლია სამსახურიდან წავიდე? არა, ლეილა. ედა ასწავლე, კარგი? თანაც ერთმანეთში გაიყოფთ ოფისს. ფირილ, ენგინ. შეიძლება? ლეილა, ერდემ. აჩვენეთ ქალბატონ ედას ოფისი. თან საქმის შესახებ მოუყევით, მიდით. გნებავთ? არა, მადლობა. აბა, საიდან დავიწყოთ? კარგი, ლეილა, მადლობა. დანარჩენს მე მიხედავ. დიახ, წამოდი ედა. მე დაგათვალიერებინებ ოფისს. აგიხსნი რა ხდება. წამოდი. მოკლედ. სერკან, გილოცავ. ნიშნობას გულისხმობ. რა პრობლემაა? ჩვენი ეკოლოგიური სასტუმრო არ გამოვიდა. არ გამოვიდა? დიახ. როგორ არ გამოვიდა? კლიენტი ხომ კმაყოფილი იყო? გაჩვენებ, პროექტზე გაჩვენებ. ეს იმ მიწების ნაკვეთებია, რომელზეც სასტუმროს აშენება გვინდოდა. სასტუმროს აშენება გვინდოდა აქ, მაგრამ მიწები გამოიყენეს. ჩვენ ვერ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ქაან ქარადაღმე იყიდა. ქაან ქარადაღმა? მან იყიდა? ძმაო, ვერ გავიგე, მეცა ხომ მზად იყო. ის შეუთანხმდა. ზოგიერთი ნაკვეთის ყიდვა შეგვიძლია, მაგრამ მე პატრონემ ბოლო წამს უარი გითხრა. ძალიან კარგი. გამოდის ყველაფერი უქმდება. არა, ასეც არ არის. ქაან ქარადაღმა შემოგთავაზა პროექტის გაკეთება. სამაგიეროდ კი მიწებს დაგვითმობს.
კან კარადაღი თავად გააკეთებს პროექტს. სწორად გავიგე? კარგი. პირველ დაურიგე კლიენტებს აქ მოვიდნენ. სერგან არ შეიძლება. ამ პროექტს ვერ გავაკეთებთ. პირველ კლიენტებს დაურიგე სთხოვეს შეხვედრაზე მოვიდნენ. კარგი სერგან, როგორც გინდა. უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს როგორ მოხდა? რა ვქნათ? მითხარი რა უნდა ვქნათ? კარგი, მაგრამ ამას ასე ვერ მოვაგვარებთ. სერგან, კარგად ხარ? მართლა გეკითხები, კარგად ხარ? ზმაო ერთის მხრივე და ნიშნობა რა ხდება? დავინიშნეთ ენგინ. გასაგებია? გაინტერესებს რამე დავინიშნეთ? ვერ გავიგე. სელენ სამდენი წელი ალოდინე. ხელის თხოვნას ელოდა, მაგრამ შენ არ სთხოვე. ახლა მოულოდნელად ამ გოგოს. ახლა არ მითხრა რომ შეგიყვარდა. კარგი, არ ვიტყვი. რა თქმა უნდა არ მითხრა. საერთოდ არაფერი მითხრა. ხმა არ მოიღო. სიტყვა არ დაგწდეს. დაველაპარაკე, მოვლენ. შენერია, მოვიდნენ. მაშინ მოვემზადებით. რაღაცას გითხავ. ჩემი ნომერი დაიმახსოვრე თუ შეიძლება. რესტორანში მოდი. რესტორანში. ცხადია. აქ არქივი გვაქვს. ასე უცნაურად რატომ შემომხედა? ეს ქალბატონი ფირილია, ყველას ასე ცერად და უცნაურად უყურებს. კომპანიის დიზაინერი და პარტნიორია. ასევე ბატონი ენგენიც, მაგრამ ისე იქნება, როგორც ბატონი სერგანი იტყვის. ისე იქნება, როგორც ბატონი სერგანი იტყვის. აბა რა? მაპატიე. დამავიწყდა რომ დაინიშნეთ. მეც დამავიწყდა რომ დავინიშნეთ. აქ ჩემი კაბინეტია. უпростоრად ჩვენი. კარგად ხარ? შეგვიძლია აქ არ ვიმუშაოთ? შეგვიძლია, რა თქმა უნდა. წამოდი. კარგი, ერთ ქუჩაზე რომ ვიქირავით ოფისები. რის გაკეთებას ვცდილობ? საქმის. ჩემ საქმეს ვაკეთებ. ვიცი, უბრალოდ გინდა რომ გავკოტრდე. შეგიძლია რამდენის გინდა იმდენი ეცადო, მაგრამ მაინც არაფერი გამოგივა. არ მოგცემ უფლება სასტუმრო აშენო. მე უკვე გავაკეთე. თუ გინდა, როგორც ძველი მეგობრები, შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ. იქნებ რამე მირჩიო. ამ სასტუმროს არ აგეშენებინებ. ვნახოთ. მიდის სადე თუ გამოგივაო, მეუბნები არა? ამჯერად მომზადებული ვარ. როგორც მამა ჩემი გაკოტრდა მამა შენის გამო, ისე შენ გაკოტრდები. აუცილებლად. მე კი მამა შენის ჯერიც დადგება. სამწუხარო აქან. სამსახურს დაგრძნობებს ერთმანეთში ურავ. სამწუხაროდ მამა შენიც ასე მოიქცა, ამიტომაც გაკოტრდა. გაკვეთილი ვერა ითვისა. ისე გაკოტრდები სერგან ბოლად, რომ ყველას დაავიწყდება შენი სახელი. ამასაც ვნახავთ. აბა, რატომ დამიძახე? რაზე უნდა ვილაპარაკოთ? დღეს დაჯექი მეთქი არ მithქვამს. დავჯექი. თუ გინდა გამაგდე. აბა, შეგიძლია სახლში წახვიდე. რატომ? ეგ კითხვა არ უნდა დამისვა. რატომ შემიძლია სახლში წასვლა? ასე არ შეთანხმებულ ვართ. მე აქ ვიმუშავებ. მუშაობა სვლა დაიწყებ. არა, დღეს. არ მინდა შენთან ბალში ვიყო. დღეიდან ვიმუშავებ. კარგი, როგორც გინდა. რამის დამატება ხომ არ გინდა შეთანხმებაში? დიახ. ყოველ დილით გავაღებ ყვავილების მაღაზიაში. შენ კი იქიდან წამომიყვან. ამის დამახსოვრება შემიძლია. ეს შენია. ლეილაზე კარგი ასისტენტი უნდა იყო. კარგად გამოვიდა. ამიერიდან დილამდე ვიმუშავებ.
კიდევ არის რაღაც. ესეც შენია. რა არის? საკრედიტო ბარათი. კოდი შიგნით არის. მინდა რომ ნიშნობის ბეჭედი იყიდო შენთვის. ჩემთვის? იმედი არ მაიძულებ ამ საქმეზე დრო დავკარგო, არა? კარგი ვიყიდი. ისედაც ყველა მეკითხება. ბარათი შენ კონდეს. იქნებ სხვა რამეს დაგჭირდეს. არა, მადლობა. რამდენია ლიმიტი, რომ არ შევრცხვა იქ? არიღელო. შერცხვანით არ შერცხვებენ. მაპატიეთ, არასწორი კითხვა დავსვი. უკაცრავად. რაზე ვფიქრობდი? რა თქმა უნდა, ულიმიტოა. ახალი ამბები არის? იქნებ ვარჯიშის დროს არ ელაპარაკოთ. ვარჯიშის დროს ფიქრი არ შეიძლება სეიფი. ახალი ამბები მითხარი. თქვენი მეგობრები გამუდმებით რეკავენ. თქვენი ნახვა უნდათ. უთხარი რომ საზღვარგარეთ წავედი. ვეტყვი. ქალბატონო აიდან ყველა მიცის რომ სახლიდან ვერ გადიხართ. კარგი, ესე იგი მიხვდებიან რომ ლაპარაკი არ მიდა. მედია? ჯერ კიდევ კოცნას განიხილავენ. ყველა მათზე საუბრობს გაზეთები, ჟურნალები, სოციალური ქსელები. მაგრამ ბატონ სერქანს დღე ემატება გამომწერები. რომ თხოვე ჩვენ საერთო სურათს დადებს. იქნებ რამდენიმე ადამიანმა მეც გამომიწეროს. ისედაც 350 გამომწერი ყავს სეიფი. ვინ გამოგიწერს კიდევ? არა შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ ნიშნობა. ნიშნობა? დიახ. ნიშნობას თუ გავაკეთებთ, მაშინ ეს განხილვები შეწყდება. თანაც ჩვენაირი ოჯახი თუ არ გააკეთებს ნიშნობას, ყურადღებას მივიქცევთ. სერქანს დაურეკე. წარმატებული დღე. თხოვთ. გამარჯობა. ნიშნობის ბეჭდის ყიდვა მინდა ჩემთვის. თქვენთვის? ჩემთვის. კარგი და ბატონისთვისაც? თვითონ მიხედავს მაგას. თუ არა და მე გამომიშვებს და ვუყიდი. ჯერ არ ვიცი. შემიძლია ვნახო. როგორი ბეჭედი გინდათ? პატარა. ძალიან პატარა. თითქოს არც არსებობს. ძლივს რომ დაინახონ დაკვირვებისას. გაჩვენებთ რაც გვაქვს. ამას ვიყიდი. პირველად ხედავ გოგონას, რომელმაც ასე სწრაფად იყიდა ნიშნობის ბეჭედი. იმიტომ რომ ეს არ არის ბოლო ქორწილი. ვიხუმრე. შეგიძლიათ ყუთში ჩამიდოთ. ერთი წამი. მადლობა. წარმატებული დღე, მადლობა. ბედნიერებაში. სერკან, კომპანიის სტატიაშიც კი შენი სიყვარულის ამბავია ნახსენები. სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ ნიშნობა. თორემ ჭორებს ვერ აუვალთ. კარგი დედა, კარგი. ერდემ. რატომ არის ეს ნახატები ჯერ კიდევ ჩემს მაგიდაზე? ხომ გითხარით წაიღე მეთქი მშენებლობაზე? მითხარით, მაგრამ არ გითქვამს როდის სამეღო. ზუსტი დრო არ გითქვამთ. კარგად ხარ? კლაუსტროფობია მაქვს. ისევ გამოვლინდა. ღომერთო მოთმინება მომეცი. აიღე, საიღე. ენგინ, შეგიძლია მოხვიდე. ეს კედელი მომაშოროთ. შუშები დავაყენოთ. როგორ? სასწრაფოდ. ძმაო, რატომ დავანგრიო კედელი უმიზეზოდ? ენგინ, ჩვენი კომპანია არქიტექტურული არ არის, არა? რაღაც კედლის ჩამონგრევა არ შეიძლება? ჩამოვანგრევთ, ჩამოვანგრეე. ჯერ კიდევ აქ ხარ? მიდი გაიქეცი. მე რა შუაში ვარ. წარმატებები. ედა ძალიან ლამაზად გამოხვედი. რას გულისხმობ საათ? იქ ნახე. დაოსახე რა ჩაიდინე. რა მოხდა? მე ხომ როგორც მეზობელი მიყვარხარ, ეს რა არის? გოგო, მე წერ ახალ ამბებს.
რატომ მიბრაზდები? მოაქვთ და იკვდებ. ორადღებით იყავი. მაგალითად ნახე, ვინ ხატიაზეთ. ყველაფერს ყიდულობ. ყიდულობ. იყიდე. რამდენია ჩემზე? მომეცი ნახვა. სულ ყიდულობ? ეს ხალხი არანორმალურია. ახალი ამბები მართალია, ყველა საინტერესებს. ფოტოშოპია. შეგიძლია წყალიც მომცე. აიღე. გეპიცები მართლა ლამაზად გამოხვედი. მიდი წარმატებები, კარგად. მოვიდნენ. კარგი, შემოვიდნენ. არქნა. რას აკეთებ? კარგი, მოიცადე. რატომ გააკეთე ეს? 3 კილომეტრი ვერ გაქაჩე?